გარკვეულწილად მიმიწევს გული. აი ეს არის, არ ვიცი, ზღაპრული გარემო. ამის მერე თუ რამე გამოგვიყვება არ ვიცი, მაგრამ კიდე გაოცებული დავჭი, როდესაც შევედით სასტუმროში, ზღაპრულ გარემოში, ბეჭდების ბრძანებელი, ყველა მიცით ხო? ეს იყო ჰობიტების დასახლება, ულამაზესი. ნახეთ რა ულამაზესი გაკეთებულია ყველაფერი. ჩემი ძმა გიждდება ამ ფილმზე. ისეთი გაოცებულები და აღფრთოვანებულები და აღტაცებულები და განცვიფრებულები ვიყავით, რომ ვერ მალავდით ვერც ერთი ემოციას, მე ყველა დეტალი მინდოდა რომ დავაფიქსირებინე. ნახეთ როგორი სასწაული გარემო. მართლა ზღაპარში მეგონა თავი. შემდეგ ძველ დილიჟანში გავეშურეთ. დავდიოდით ესე. აქ ეხავე გეტყვით. ხაჭაპური. დილით ისევ გადავიღეთ უამრავი ვიდეოები, ფოტოები. ეს ზღაპრული გარემო გვინდოდა რომ მთლიანად აგვეთვისებინა ისეთი სილამაზე იყო. საუზმეც ნახეთ როგორი მოგვართვეს. ერევანში გავეშურეთ. კასკადი, ეს ფუმფულა ქალი, მის ფონზე ვიპოზიორეთ. კასკადის შიგნით გამოფენებია სულ და მაშინაც ვნახე ეს გამოფენა. ესკალატორზე რო ადიხარ, იქ არის ესეთი მოდერნისტული სტილის ქანდაკებები და უცნაური სტილის ნამუშევრები, რომლებიც სულ მუდამ არის გამოფენილი. შემდეგ მესროპ მაშტოცის დამწერლობისადმი მიძღვნილი ეს უზარმაზარი ნამუშევარი ვნახეთ. როგორ შეიქმნა ეს დამწერლობა. ისევ ავედით ზედა სართულებზე. ისევ დავაფიქსირე ეს დეტალები. შეძლების დაგვარად. ნახეთ, ესეთი სტილის რაღაცეები იყო. ყველაფერი მინდოდა რომ გადამეღო. ყველაფერი დეტალებში მინდოდა გამომეჩინა. ესეც რა ლამაზია. აქედან ჩანდა ერევანი ხელის გულზე. აქაც ფოტოები გადავიღეთ.